გამარჯობათ. ტესლას მაგიური ციფრების 3, 6, 9-ის მაგია აღმოვაჩინე ბედის მატრიცაში. დიახ, მე ნათია შაიმ აღმოვაჩინა ეს და ახლა მინდა გაგაცნოთ ჩემს არხზე. აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხი და გაეცანით ამ ინოვაციას. ხოლო ვისაც სურს ბედის მატრიცის შესწავლა ან გაკეთება, შეუძლია დამიკავშირდეს ნომერზე 591 233 507. ახლა კი დაუბრუნდეთ მაგიურ ციფრებს 3, 6, 9. ეს ციფრები არა მარტო ტესლასთან გვხვდება, არამედ გვხვდება რელიგიაში, ჩვენ ღმერთს აღვქვავთ როგორც წმინდა სამებას, 3 არის ძალიან რელიგიური, მაგიური ციფრი და მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ ჩვენ ზღაპრებში 9 ფიგურირებს ძალიან აქტიურად. 9 თვალა მზე, 9 ზღვა და 9 მთა გადაიარაო. ეს ყველაფერი შევკრათ ახლა, მოვაბილიზოთ ჩვენი გონება და ძალიან ვღელავ, იმიტომ რომ რამდენიმე დღეა ეს აღმოჩენა გავაკეთე და ძალიან მიხარია, რომ სწორედ ის მაგია, რაზეც ლაპარაკობენ, რომ 3, 6 და 9-ის აღმოჩენას შეუძლია, ამ ენერგიების გამოყენება შეუძლია ყველაფერი აგვისრულოს და აგვიხტინოს ცხოვრებაში, ზუსტად აქ ბედის მატრიცაში არის ეს მაგია მოცემული, რა თქმა უნდა, სულ ვამბობ, რომ ბედის მატრიცა ეს არის გასაღებების ასხმა, როგორ მიიღო ყველაფერი, რაც გსურს შენ ცხოვრებაში. მოდიხართ კი ცოტა შევეხოთ 3, 6 და 9 ციფრებს. 3 ეს არის შექმნის ენერგია. ტაროში ეს არის იმპერატრიცა დედოფლის ენერგია, რომელიც ატარებს მიწის ენერგიას და ასოცირდება ბარაქასთან, შობასთან, მიწიერებასთან, გაყვავებასთან, მოსავალთან, აღორძინებასთან, რაღაცის შექმნასთან. ახახანს ვახსენე წმინდა სამებაც. ხო, ცხადია. ანუ ეს არის შექმნის ენერგია, რომელიც შემოქმედებასთანაც ასოცირდება, კომუნიკაციასთან და თვით გამოხატვასთან. ასევე ეს არის სხეული, სული და გონება და არის დასაწყისის სიმბოლო, 3-იანი. ეხლა მე მინდა გითხრათ, ვინც იცის ბედის მატრიცა, უცებ მიხვდება რაზე ლაპარაკობ, ვინც არ იცის და ინტერესდებით მსგავს ღრმა ეზოთერული თემებით მომართეთ ასტროლოგიჯიზე ისწავლება ჩემ მიერ ბედის მატრიცა და აღმოაჩენთ ამ უზარმაზარ საიდუმლოს, რომელიც მთელი ცხოვრება ყველას გამოგადგებათ. მაშასე დავიწყოთ შექმნის საიდუმლო, სხეული, სული და გონება. აი ჩემო კარგებო. ბედის მატრიცა ითვლება 3 თარიღით. დიახ, არ მოგესმათ 3 თარიღით, დაბადების თარიღით, თვის თარიღით, დაბადების რიცხვის თარიღით, თვის თარიღით და წლის თარიღით. ეს ჩვენ სამეული. ახლა კი ნახეთ, სხეული, ეს არის ჩვენი სხეულის კარმა, ჩვენი სხეულის ენერგია. ხედავთ? სულის ენერგია და გონების ენერგია. ესეც ჩვენი 3-яნის ენერგია. აუცილებლად უყურეთ ბოლომდე ამ ვიდეოს, რომ კარგად გაერკვეთ, რაზე ვსაუბრობ. ეს აღმოჩენა, ეს მოგცემთ შესაძლებლობას ადამიანებო, რომ კიდევ ერთხელ მეორდები, გაიმეოროთ, აბსოლუტურად დაამუშავოთ ყველა ის საკითხი და ყველა კარი გახსნათ. 9 კარი, მივალთ 9-მდე გახსნათ თქვენი ბედნიერებისთვის. შემდეგი ეს არის ჰარმონია, ჰარმონიის ენერგია. 6-იანი, ეს არის ჰარმონიის ენერგია, რომელიც არის ბალანსი, სიყვარული, ოჯახი, სილამაზე, სიმშვიდის და სინათლის სიმბოლო. 6 კუთხისგან ვიღებთ ჩვენს ფორმას, გეომეტრიულ ფორმას, რომელიც იმეორებს ფიჭის ფორმას, რომელიც იმეორებს დნმ-ის ფორმას. მაშ ვნახოთ ბედის მატრიცაში 6-яნის ენერგია როგორ მუშაობს. ბედის მატრიცაში არის ხაზები: 1 ხაზი, 2 ხაზი, 3 ხაზი, 4 ხაზი, 5 ხაზი და 6 ხაზი.
ეს არის შემდეგი ნაბიჯი, როდესაც ადამიანი დამუშავებს სამ ენერგიას, სამ ძირითად ენერგიას, შემდეგ ბალანსისთვის, სიყვარულისთვის, ოჯახური გარემოების დალაგებისთვის, თავისი სიმშვიდისთვის და თავისი გენეტიკური, ასე ვთქვათ, გენეტიკური ენერგიების გაწმენდისთვის, რომ მათ დაგლოცონ, მათიდან გადმოვიდეს კარგი რესურსი ჩვენზე, ჩვენი წინაპრების ძალა და არაცოდვები, ეს მუშავდება 6-იან ენერგიაში. და ბოლოს 6-იანი ენერგია ეს არის შეყვარებულები დაროში და შეყვარებულებიც ეს არის არჩევანი, ეს არის ბალანსი, ეს არის პარტნიორული ურთიერთობა, რაც ცხადია შემდეგ მიდის და გრძელდება ოჯახურ ურთიერთობებში, ეს არის სილამაზის და ჰარმონიის ენერგია. ნაპოვნია ხო ეს საიტი? ახლა კი 9. ეს არის სიბრძნე, ეს არის დასრულება, ეს არის შეჯამება და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის კარმა. კარმა სრულყოფილების სიმბოლოა და ყველაზე მაღალ ვიბრაციული ენერგია, რომელიც გამოიხატება ტაროში განდეგილით და ახლა მე მინდა გაჩვენოთ ეს 9 ენერგია ბედის მატრიცაში. ბედის მატრიცა ეს არის, ვინც არიცით, სწორედაც რომ კარმების დამუშავების სქემა, ასე ვთქვათ, როგორ დავამუშავოთ ჩვენი კარმები და ჩვენ გვაქვს 9 კარმა ბედის მატრიცის მიხედვით. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და მე-9 კარმა. ხედავთ? თუ ადამიანი დაამუშავებს თავის 9 კარმას, ის იქნება სრულყოფილი, ის იქნება ბრძენი, ის იქნება შეჯამებული, ის იქნება მაღალ ვიბრაციაში და მას ექნება მისი ყველა კარმა დამუშავებული. ესეც ჩვენი საიდუმლო. ეს საიდუმლო გვაქვს ჩვენ გადმოცემული, ეს საიდუმლო აღმოვაჩინე ბედის მატრიცაში, რომელიც იყო დაფარული და მის გამოსაყენებლად გიწევთ მე. თუ სურვილი გაქვთ. ახლა კი ვახსენე მე 9 თვალამზე და 9 ზღვა და სხვა მთა გადაიარაო ჩვენ ზღაპრებში. რა არის 9 ზღვა და 9 მთა გადაიარა? ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი წინაღობა გადაიარა ადამიანმა, გადალახა უამრავი გაჭირვება, უამრავი, ასე ვთქვათ, ზღუდე, რაც იყო 9 მთა და ზღვა, წყლის და მიწის ენერგია. უკაცრავად ზღვა და წყლის და მიწის ენერგია, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა ენერგიებში გადის ადამიანი 9 განსაცდელს, 9 გაჭირვებას, 9 წინაღობას. დიახ, კარმების დამუშავება არ არის ადვილი და მარტივი, ესენი არის წინაღობებები და ადამიანმა რომ მიაღწიოს სასურველს და გახდეს მზე, ხო, იბრძვიალოს იყოს ბედნიერი თვითონაც და ეს ბედნიერება, ეს სიკეთე, ეს სილაღე ყველასზე მოაფინოს, ვარცადან ეხთა ვინადგან მზე სწორედ მოეფინების, სწორედ უნდა გახდეს 9 თვალა მზე და ვინ არის 9 თვალა მზე? ვინც 9-ვე კარმა დაამუშავა და აგერ ჩემო ბატონო, ეს არის მზე მანიპურას ჩაკრა, მზის წნულის ჩაკრა, ქართულად, რომელიც არის ყველაფერში, 9-ვე ენერგიაში და 9-ვე ენერგია არის დასამუშავებელი ჩვენგან. 9 კარმა, სულ გვაქვს 9 კარმა ადამიანებს, რომლის დამუშავება მოგვიტანს ჰარმონიას, შეჯამებას, ბალანსს, დაბადებას თავიდან, გამოღვიძებას და მზე რისი სიმბოლოა? მზე არის ჩვენი ღმერთის ქრისტეს სიმბოლო, მაგრამ თუ ქრისტიანი არ არის ადამიანი, ეს არის ღმერთის სიმბოლო. ზოგადად. ამ საიდუმლოებებზე ძალიან ბევრი უსასრულოდ შემიძლია ლაპარაკი, თან ახლა ისევ ღელავ, რომ ეს კავშირი დავინახე ხალხო, ეს ჩვენი ინოვაცია, თან ვიამაყოთ, რომ ზუსტად საქართველოში მოხდა ამ ინოვაციის აღმოჩენა ჩვენს მიერ და მე ამას საჯაროდ ვხვდებ, საჯაროდ მინდა ვთქვა, რომ ყველას მისწვდეს ეს საიდუმლო ამოხსნილია, ტესლა საიდუმლო ამოხსნილია, ის ბედის მატრიცაშია და გელოდებით მის გამოსარკვევად. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, თქვენი ნათია შაი.